გულწრფელად გჯეროდათ, რომ ეს კლუბი ტიტულების მოპოვების გზაზე იდგა? გასახდელში სრული სიგიჟე ხდებოდა. ჩვენი კომაგები და მთელი ქალაქი ჭკუიდან შეიშალდნენ. სანდრო ტონალი კარში ურტყამდა თუ გრძელ გადაცემას ასრულებდა? ხშირად ყოფილა, რომ სიმეონე მის წინააღმდეგ თამაშის დაგეგმისას გვეუბნებოდა, რომ უბრალოდ გველოცა. ასე გვეუბნებოდა. კირან, თქვენთან საუბარი სასიამოვნოა. პირველ რიგში, ლიგის თასის მოგებას გილოცავთ, ეს დიდებული ტრიუმფი გახდათ. როგორ აღნიშნა გუნდმა გამარჯვება და როგორი ატმოსფერო იყო გასახდელში შექმნილი? შესანიშნავი იყო. რადგან წინა ფინალი მანჩესტერ იუნაიტედთან წავაგეთ და მეორე ფინალში ყველაფერი ჩავდეთ. გასახდელში სრული სიგიჟე ხდებოდა. ჩვენი კომაგები და მთელი ქალაქი ჭკუიდან შეიშალდნენ. ეს გამარჯვება ჩინებულად აღნიშნეთ. თქვენ საზეიმო პარადში მიიღეთ მონაწილეობა. როგორი შეგრძნება იყო, როდესაც ქალაქში გამარჯვებულები გადაადგილდებოდით? ეს საოცარი გახდა. ვიცოდით, რომ ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოდიოდა. როდესაც სტადიონიდან მსვლელობა დავიწყეთ, იქაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი და ემოციურად ამისთვის მომზადება წინასწარ შეუძლებელი იყო. მოზაიმე ხალხის რეალური რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ გავიაზრეთ, რაც ქალაქში მოძრაობა დავიწყეთ. ნიუკასლს მრავალი წლის განმავლობაში არ ჰქონდა ტიტული მოგებული და ამიტომ ამ ტრიუმფს ყველა თაობის ადამიანი აღნიშნავდა. ეს განსაკუთრებული მომენტი გახლდათ. ხალხი ლამპიონების ძელებზეც კი იყო ამძროლი. ზოგი შენობის სახურავზე იდგა, ზოგიც ფანჯრიდან იყურებოდა. საბედნიეროდ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არავის მიუღია და ეს ყველაფერი საოცარი იყო. ასეთი შესანიშნავი ტრიუმფის შემდეგ, რამდენად რთულია გადაწყობა და პრემიერ ლიგის სეზონის დარჩენილ ნაწილზე ფოკუსირება? როგორც გამოცდილი ლიდერები გასახდელში გუნდის მენტალიტეტის მოწოდების სიმაღლეზე შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობთ? ჩემი აზრით, ფინალის შემდეგ გადაწყობა ყოველთვის აუცილებელია. ჩვენს შემადგენლობაში ძალიან კარგი ლიდერების ბირთვი გვყავს, რომელიც მწვრთნელს გასახდელში ეხმარება. ჩვენ ვწმუნდებით, რომ სათანადოდ ვარჯიშობთ და მაღალ სტანდარტებს ვინარჩუნებთ. ვიცოდით თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბრენტფორდთან გასამართი მატჩი. ჩვენ მას სწორად მიუდექით. პროფესიონალური დამოკიდებულება შევინარჩუნეთ და რაც ყველაზე მთავარია, 3 ქულა მოვიპოვეთ. იმ გამარჯვებით ვისიამოვნეთ. ახლა იმას განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად და ორშაბათ ღამით ლესტერთან გასამართ შეხვედრას მოუთმელად ველოდებით. ბრენტფორდთან თამაშზე რაღაც მინდა გკითხოთ. მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით ეს ბრწყინვალე გამარჯვება გახდათ, თუმცა სანდრო ტონალი კარში ურტყამდა თუ გრძელ გადაცემას ასრულებდა? ალბათ ორივეს. სიმართლე რომ გითხრათ, სანდროსთვის არ მიკითხავს, თუმცა ჩემი აზრით, ის გრძელ გადაცემას ასრულებდა. ამით სანდროს დარტყმის უნარის დაკნინებას არ ვცდილობ. სწრაფი გარბენის დროს შესრულებული მსგავსი დარტყმა არც ისე ბევრჯერ მინახავს. მის ფეხსა და ბურთს შორის იდეალური კონტაქტი შედგა და ის კარის ბადეში აღმოჩნდა. იმ მომენტისთვის გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო. საბოლოოდ ის გოლი საკმარისი აღმოჩნდა და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოგება გავიფორმეთ. ყველა ელოდა, რომ ეს შეხვედრა ჩვენთვის რთული იქნებოდა და 3 ქულის მოპოვება რომ შევძელით, ეს შესანიშნავი გახლდათ. ჩემი აზრით ეს გოლი რობერტო კარლოსის მიერ წარსულში გატანილ ლეგენდარულ გოლს გავდა. ნიუკასლის გარდაქმნის კუთხით ედი ჰაუ ბრწყინვალედ გაისარჯა, როდესაც გუნდის რიგებს შეუერთდით, გულწრფელად გჯეროდათ, რომ ეს კლუბი ტიტულების მოპოვების გზაზე იდგა, თუ პროგრესმა თქვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა? ჩემი აზრით, პროგრესი უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე ამას კლუბში გადმოსვლის მომენტისთვის ვფიქრობდი. ჩვენმა მწვრთნელმა არა მხოლოდ ახალი შეძენილი ფეხბურთელების, არამედ კლუბში მის მოსვლამდე მყოფთა განვითარებაც შეძლო. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაც ჩვენ მიერ შეძენილ მოთამაშეებს უნდა ჰქონდეთ, ამ გუნდისთვის შესაბამისი ხასიათია. ძალიან სწრაფად განვითარდით, თუმცა ვფიქრობ, რომ ამჟამინდელ პოზიციაში ყოფნას ვიმსახურებთ. ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზეთ, თასის ორ ფინალში გავედით და მწვრთნელი დიდ პატივისცემას იმსახურებს იმის გამო, თუ როგორ თამაშობს მისი გუნდი. ფეხბურთელები მას მიხვდებიან და როგორც უკვე აღნიშნე, იმ პოზიციაში ყოფნას ვიმსახურებთ, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ნიუკასლის დაცვის სიმტკიცე გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც მცველები, რომელ კონკრეტულ საკითხზე მუშაობთ იმისთვის, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოთ და მთლიანობაში განვითარდეთ?
ჩემი აზრით ეს საკმაოდ რთული პროცესია. დაცვის ოთხეული ხშირად იცვლებოდა და როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, პირველად მოხდა რომ ის სეზონი ერთმა ოთხეულმა ფაქტობრივად უცვლელად ჩაატარა. ჩვენ ვიცოდით თუ რას გააკეთებდა თითოეული ჩვენთაგან იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებოდა ბურთი მოედანზე. წინა სეზონებში დაცვის ხაზი ხშირად იცვლებოდა და ამიტომ დაცვით ასპექტებზე ძალიან ბევრს ვარჯიშობდით. ჯეითი ხაზზე ბევრს გვამუშავებდა. ჩვენი როლების შესრულებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა და ამაზე ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ. ჩვენი სიძლიერე შემთხვევითობას არ წარმოადგენს. კარგი ფორმისა და მაღალი დონის შესანარჩუნებლად ჩვენ გამუდმებით ვარჯიშობთ. მინდა გკითხოთ, არსებობს თუ არა თქვენთვის კონკრეტული პრემიერლიგური შეხვედრა, რომელსაც განსაკუთრებით ელით, გულისხმობ გუნდებს შორის ქიშპობის ისტორიის ან პირადი განწყობების გათვალისწინებით, რომელ გუნდს გამოარჩევდით, იქნებ ორივე მიპასუხოთ. ჩემი ფავორიტი? რთული სათქმელია. ალბათ არსენალთან თამაშები. თითქოს იმ ეტაპზე მათ და მე რაღაც განსაკუთრებული მტრობა იგრძნობოდა. დიახ, მით უმეტეს სამსაჯო გადაწყვეტილების გათვალისწინებით. თუ სწორად მახსოვს, შარშან მოხდა გოლი რომ არ ჩათვალეს. შემდეგ კი აზრი შეიცვალეს. ამიტომ ვიტყოდი რომ დიახ, არსენალთან რაღაც ტიპის ქიშპობა არსებობს. თუმცა ამავდროულად მათთან ყოველთვის კარგი თამაშები გამოგვდის ხოლმე. შესაბამისად მეც არსენალს ავარჩევდი. და თქვენი საყვარელი გასვლითი სტადიონი რომელია? ამ შემთხვევაშიც პასუხი ემირეიტსია? მე კრისტალ პალასის სტადიონს დავასახელებდი. მომწონს ისეთი ძველი სტადიონები, როგორებიც პალას და ევერტონს აქვს. თუ არ მეშლება ევერტონი ახალ სტადიონზე გადადის, რადგან ძველში ძალიან ვიწრო გასახდელები აქვთ. თუმცა ატმოსფეროს მხრივ სწორედ ამ სტადიონებს გამოვარჩევდი. მათ შორის ენფილდს. ასეთ მინდვრებზე ახლოს ხარ კომაგებთან და მართალია ვერ ვიტყოდი რომ გაშინებენ ისინი, მაგრამ ატმოსფეროს ასე ამოვნოა და ამიტომაც ასეთი სტადიონები მომწონს. სელჰარს პარკზე არასდროს ყოფილ ვარ, თუმცა ისე ჩანს, თითქოს მათ გამოარჩევთ ევროპული ტიპის კომაგობა, მათი ქცევისა და ხმაურის გათვალისწინებით. თქვენი კარიერის განმავლობაში მსოფლიოს არაერთ გამორჩეულ მოთამაშეს შერკინები ხართ ესპანეთსა და ინგლისში, ასევე ბრაიტონსა და ნიუკასლში. რომელ მეტოქესთან თამაში იყო ყველაზე რთული და რატომ გამოირჩეოდნენ ისინი ამ მხრივ? გულისხმობ კონკრეტულად ერთ მოთამაშეს. საკმაოდ რთული შეკითხვაა. ესპანეთიდან გამოვარჩევდი ვინისიუს ჯუნიორს. ცხადია უნდა დავასახელო მესიც, რომელიც სრულიად გამორჩეულია. ხშირად ყოფილა რომ სიმეონე მის წინააღმდეგ თამაშის დაგეგმისას გვეუბნებოდა, რომ უბრალოდ გველოცა. ასე გვეუბნებოდა. შესაბამისად, როდესაც სიმეონე ამას ამბობს, ხვდები რომ პრობლემის წინაშე დგახარ. ვინაიდან ჩემი პოზიციის გათვალისწინებით ვსაუბრობ, ალბათ მაინც ვინისიუს ჯუნიორს დავასახელებდი. შენ რა სიტყოდი, დენ? ჩემთვის ასეთი იყო ადამა ტრაორე. ბრაიტონში მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ძალიან სწრაფია. რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე კარგი თამაში ჩამიტარებია, თუმცა ძირითადად პირიქით ხდებოდა. ნიუკასლში გადმოსვლის პერიოდში გავიგე, რომ ის იჯარით გადავიდა ბარსელონაში და მაშინ ვამბობდი ჩემთვის, ყველაზე ბედნიერი დღე სწორედ ის იყო. ტრაორე რომ ბარსელონაში გადავიდა მეთქი. სამწუხაროდ შემდეგ მაინც დაბრუნდა. დიახ, უშუალოდ სისწრაფის გათვალისწინებით სწორედ მას დავასახელებდი. თუნდაც ძირითად შემადგენლობაში არ იყოს, 70-ე წუთზე შემოდის, როცა მე უკვე დაღლილი ვარ და მაინც საქმეს მირთულებს. ამიტომაც ჩემი პასუხი ადამა ტრაორე. და ბოლოს მინდა აღნიშნო, რომ ქართველი ვარ და ჩემი თანამემამულე 17 წლის ვახტანგ სალია მომდევნო სეზონიდან ნიუკასლს შემოუერთდა. საკმაოდ ახალგაზრდაა, მალე 18 წლის გახდება და შესაბამისად გითხარით რა რჩევებს მისცემდით მას, რომელმაც ცხოვრება უნდა გააგრძელოს ისეთ უცხო გარემოში, როგორიც ჩრდილოეთ ინგლისია. ვეტყოდი რომ მიენდოს მწვრთნელებს და ისი ამოვნოს, რადგან ნიუკასლი გასაოცარი ქალაქია, გასაოცარი ხალხით. დარწმუნებული ვარ ამაზე დენი მეც იტყვის. უბრალოდ დაუღალავად უნდა იშრომოს და თავის ოცნებებს მიიღოს. ნამდვილად ასეა. უნდა დაუჯეროს მწვრთნელებს და ვფიქრობ აქ აკადემიასა და ძირითად გუნდში უამრავი დიდებული მწვრთნელია. ის მათ ყოველდღიურად შეხვდება და ბევრ კარგ რჩევას მიიღებს.
ძალიან კარგი. მადლობა ბიჭებო და იმედია ეს სეზონი თქვენთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით დასრულდება. ნიუკასლს კი ჩვენ მომდევნო სეზონში ამ ტურნირზე ვიხილავთ. დიდი მადლობა.